გვერდი 203. პირველი ამოცანა. პლანეტა იუპიტერს მზარდი სიჩქარით უახლოვდება კომეტა. მიიჩნიეთ, რომ სისტემა იუპიტერი კომეტა ჩაკეტილია და უპასუხეთ იცვლება თუ არა კომეტის იმპულსი. ესე იგი, პირველ შემთხვევაში კომეტის იმპულსი თქვათ იცვლება. რეალურად გაიზრდება ის. იუპიტერსა და კომეტის საგან შემდგარი სხეულთა სისტემის იმპულსი, ჯამური იმპულსი, ესე იგი, არ იცვლება. იმიტომ რომ სისტემა ჩაკეტილია. მეორე ამოცანა. პლასტელინის უძრავ ბურთულას შეეჯახა და შეეწება ისეთივე მეორე ბურთულა, განსაზღვრეთ მათი ერთობლივი მოძრაობის სიჩქარე, თუ დაჯახებამდე მეორე ბურთულის სიჩქარე 10 მეტ წამი იყო. ეს თქვათ ერთი ბურთულა გაჩერებული არის, მეორე მოძრაობს და შეეწება და ეხლა ესე იგი ეგენი ერთად იწყებენ მოძრაობას. აქ შეგვიძლია იმპულსის შენახვის კანონი გამოიყენოთ. ესე იგი, სისტემის საერთო იმპულსი არის mv პლუს 0, იმიტომ რომ ეს გაჩერებულია. ეხლა ესენი შეეწებებიან ერთმანეთს და როგორც ერთიანი სხეული, მაგრამ მასით 2m იქნება v'. აქედან ეს m-ები გაიკვეცება და v' იქნება v-ს ნახევარი. ნახევარი სიჩქარე ექნება ეხლა ამათ ერთობლივი მოძრაობის დროს. მესამე, 20 გრამ მასის პლასტელინის ბურთულა მოძრაობს 3 მეტ წამის სიჩქარით. იგი ეჯახება და ეწება 10 გრამი მასის უძრავ პლასტელინის ბურთულას. რისი ტოლი იქნება მათი ერთობლივი მოძრაობის სიჩქარე დაჯახების შემდეგ. ჩავწეროთ, ესე იგი, m1 არის 20 გრამი, m2 არის ესე იგი 10 გრამი, v1 არის 3 მეტრი წამი და გვეკითხებიან რისი ტოლი არის v. საბოლოო სურათი იგივენაირი არის, ეს არის m1 მასის სხეული, ეს არის m2 მასის სხეული, ეს გაჩერებული იყო და ეს მოძრაობდა v1 სიჩქარით. ჯამური იმპულსი იქნება დაჯახებამდე m1 v1 პლუს 0. შემდეგ შეეწებენ იქნება m1 პლუს m2 რაღაცა v სიჩქარით იმოძრავებენ. v იქნება m1 v1 შეფარდებული m1 პლუს m2. მეოთხე ამოცანა. ერთი წრის გასწვრივ ერთი მიმართულებით მოძრაობს ორი აბსოლუტურად არადრეკადი ბურთულა, რომელთა მასები და სიჩქარეები შესაბამისად m1 100 გრამი, v1 20 მეტ წამი, m2 არის 200 გრამი, v2 არის 5 მეტ წამი. ჩავწეროთ, ესე იგი, m1 არის 100 გრამი და v1 არის, ესე იგი, 20 მეტр წამი, m2 არის 200 გრამი, v2 არის 5 მეტр წამი. ორივე ერთი მიმართულებით მოძრაობენ და გვეკითხებიან ერთობლივი მოძრაობის სიჩქარეს. ისევ იმპულსის შენახვის კანონი m1 v1 პლუს m2 v2, იმიტომ რომ ყველა ეს სხეულები ერთდაიგივე მიმართულებით მოძრაობენ და მე მოძრაობენ როგორც ერთიანი სხეულები. რაღაცა v-ზე. ეს v იქნება, ეს არის ჯამური იმპულსი დაჯახების შემდეგ. m1 v1 პლუს m2 v2, m1 პლუს m2. მეხუთე ამოცანა. ერთი წრის გასწვრივ შემხედველი მიმართულებით მოძრაობს ორი აბსოლუტურად არადრეკადი ბურთულა, რომელთა მასები და სიჩქარეები შესაბამისად 300 გრამი და 20 მეტ წამი არის, 200 გრამი და 15 მეტ წამის ტოლია. განსაზღვრეთ მათი ერთობლივი მოძრაობის სიჩქარე. m1 არის 300 გრამი, v1 არის 20 მეტრი წამში, m2 არის 200 გრამი, v2 არის 15 მეტრი წამში. ერთობლივი მოძრაობის სიჩქარე უნდა ვიპოვოთ.
ნუ ახლა აქ ანალოგიურად აქვს ესე იგი სიტუაცია. ეს სხეული აქეთ მოძრაობს, მაგრამ ეს შემხედრევი მიმართულებით, ეს V1 არის, ეს V2 არის. იქ ზღერძი მოდით მიმართოთ, პირველი სხეულის მოძრაობის მიმართულებით. იმიტომ რომ მისი იმპულსი უფრო მეტი არის, ნახეთ 320-ზე რო გამომრავლო, ეს არის 6000 და 215-ზე 3000-ია. ამიტომ საბოლოო ჯამში სისტემა აქეთ წავა, სადაც ჯამური იმპულსი საიტკენაცაა მიმართული. ამიტომ ეს დაიწერება ესეთნაირად M1 V1 minus M2 V2, იმიტომ რომ იქ ზღერდის საწინააღმდეგოდ მოძრაობს, უდრის M1 plus M2 V-ზე. ასე რომ V იქნება M1 V1 minus M2 V2 M1 plus M2. ეს მეხუთე ამოცანა იყო. ახლა მეექვსე ამოცანა. ურთიერთმართობული მიმართულებით მოძრავი ორი პლასტელინის ბურთულა, რომელთა მასები 20 გრამი და 30 გრამი ეჯახება ერთმანეთს და ერთად აგრძელებს მოძრაობას 2 მეწამის სიჩქარით. რისი ტოლი იყო 30 გრამიანი მასის ბურთულის სიჩქარის მოდული დაჯახებამდე, თუ 20 გრამი მასის ბურთულის სიჩქარის მოდული დაჯახებამდე 3 მეწამის ტოლია. ჩავწეროთ მოცემულობა, ესე იგი M1 არის 20 გრამი, M2 არის 30 გრამი. ერთობლივი მოძრაობის სიჩქარე V არის 2 მეტრი წამში. და V პირველი არის, ესე იგი 3 მეტრი წამში. მოდით დავხატოთ, ესე იგი ეს სიტუაცია. ესე იგი პირველი სხეული მოძრაობს, მოდით იმპულსებს დავხატავ, M1 V1 არის პირველი სხეულის იმპულსი. მეორე სხეულის იმპულსი არის აი ესეთი M2 V2. როცა ეგენი შეეჯახებიან, ესე იგი ჩვენ ფაქტურად გვექნება ერთი იმპულსი ესე მიმართული, მეორე იმპულსი ესე იქნება მიმართული და ჯამური იმპულსი იქნება აი ეს. ეს არის P2, ეს არის P1. ეს არის ჯამური იმპულსი და იმპულსი არ შეიცვლება. აქ უნდა ჩავწეროთ ესეთნაირად M1 V1 ვექტორი plus M2 V2 ვექტორი უდრის M1 plus M2 V. აი ეს არის M1 plus M2 V. ეხლა ჩვენ შეგვიძლია ესე იგი ვისარგებლოთ პითაგორის თეორემით, ესე იგი ეს P-ი შეგვიძლია აღნიშნოთ, ესე იგი ეს ჯამური იმპულსი და შეგვიძლია დავწეროთ, რომ P კვადრატი არის P1-ის კვადრატს plus P მეორეს კვადრატი. ხო, P კვადრატი არის M1 plus M2 გამრავლებული V-ზე კვადრატში. P1-ის კვადრატი არის M1-ის კვადრატი V1-ის კვადრატზე, P2 არის M2-ის კვადრატი V2-ის კვადრატზე. აქედან ჩვენ შეგვიძლია V2 ვიპოვოთ. ამისათვის გადმოიტანოთ ეს მარცხენა მხარეს M1 plus M2 კვადრატში V კვადრატს მინუს M1 კვადრატი V1 კვადრატი უდრის M2 კვადრატი V2 კვადრატს. აქედან V2-ის კვადრატი უდრის M1 plus M2 კვადრატში V კვადრატში მინუს M1 კვადრატი V1 კვადრატი შეფარდებული M2-ის კვადრატზე. და V2 იქნება ფესვი აქედან. ფესვი აი ამ გამოსახულებიდან. M1 plus M2 კვადრატში V კვადრატი მინუს M1 კვადრატი V1 კვადრატი შეფარდებული M2-ის კვადრატზე. მეშვიდე ამოცანა. ვერტიკალურად ასრულილი ჭურვი მაქსიმალურ სიმაღლეზე ასვლის მომენტში გასკდა ორ თანაბარ ნაწილად, რომელთა ერთმა შეიძინა შვეულად ქვევით მიმართული 20 მეტრ წამი სიჩქარე რა მიმართულებისა და მოდულის სიჩქარეს შეიძენს ჭურვის მეორე ნაწილი.
ორ თანაბარ ნაწილად გასკდა. ესე იგი m1 უდრის m2-ს და უდრის m-ის ნახევარს. ესე იგი m-ით აღვნიშნეთ ჩვენ მთელი ჭურვის მასა და m1 და m2 იმ ორი ნატეხის მასები არის აღნიშნული. ესე იგი v პირველი არის ესე იგი 20 მეტრი წამში, ესე იგი და გვეკითხებიან რისი ტოლი არის v მეორე. ხო, ეხლა ნახეთ, დავხატოთ ესე იგი სურათი, რომ წარმოვიდგინოთ. ესე იგი ჭურვი გაისროლეს ზევიდა, ეს მაქსიმალურ სიმაღლეზე რო ავიდა, აი ამ აქა. ის გაჩერდა ამ მომენტში. აქ სიჩქარე 0 აქვს და გასკდა. ესე იგი ერთი წავიდა ქვევით, მეორე წავიდა ზევით. ესე იგი ეს წავიდა v1 სიჩქარით ქვევით, ეს წავა v2 სიჩქარით ზევით. ესე იგი საწყის იმპულსი გასკდომამდე, რადგან ეს გაჩერებული იყო, არის 0. ამიტომ წერთ 0 უდრის m1 v1, ამით ეს მიმართულება დადებით მიმართულებად მივიჩნიოთ, v1 x ღერძი ქვევით მინუს m2 v2. რადგან ახლა აქედან m1 v1 უდრის m2 v2-ს. მასები რადგან ერთნაირი არის, v2 იქნება სიდიდით v1-ის ტოლი, მაგრამ მიმართულებით ზევით წავა, ესე იგი ეს ერთ-ერთი ნატეხი. მერვე ამოცანა. ჰორიზონტისადმი 60 გრადუსიანი კუთხითა და 20 მეწამი საწყის სიჩქარით გასროლილი ჭურვი მაქსიმალურ სიმაღლეზე ასვლის მომენტში გასკდა ორ თანაბარ ნაწილად, რომელთაგან ერთმა საწყისი სიჩქარის გარეშე შვეულად დაიწყო ქვევით ვარდნა. რა მიმართულებისა და მოდულის სიჩქარეს შეიძენს ჭურვის მეორე ნაწილი? ჰაერის წინამდებობას მხედველობაში მიიღებთ. ესე იგი ალფა არის 60 გრადუსი, სიჩქარე v0 არის 20 მეტრი წამში და ნატეხების მასები ერთნაირი არის. ჭურვი ორ ნაწილად გასკდა, მთელი მასის ნახევარი არის, ესე იგი. და ერთმა დაიწყო უსაწყისო სიჩქარით ვარდნა, ესე იგი v პირველი არის 0-ის ტოლი და v მეორეს გვეკითხებიან რისი ტოლი არის. აი დავხატოთ, ესე იგი ეს თქვათ არის საწყისი სიჩქარე, ეს არის კუთხე და უმაღლეს წერტილში გასკდაო. ნახეთ, ესე წამოვიდოდა, მაგრამ აი აქ რომ მოვიდა, აი აქ ქონდა რაღაცა v სიჩქარე, vx სიჩქარე ქონდა აქ, სხვა სიჩქარე არ ექნება, მოდი დავარქვათ უბრალოდ v სიჩქარე ქონდა და გასკდა და ერთ სიჩქარე არა აქვს. ხო, მოდით აბა ჩავწეროთ, ესე იგი გასკდომამდე რისი ტოლი არის ჭურვის სიჩქარე. ჭურვის სიჩქარე გასკდომამდე არის აი ამ v-ს ტოლი. და ეს v არის v0x-ის ტოლი. ესე იგი v უდრის v0x, რომელიც არის v0 გამრავლებული კოსინუს 60 გრადუსზე. კოსინუს 60 გრადუსისა არის 1/2, ამიტომ ეს v არის v0 ნახევრის ტოლი. ეხლა მოდი ჩავწეროთ გასკდომამდე იმპულსი. გასკდომამდე იმპულსი არის m, სიჩქარე აქვს, ესე იგი v-ს ტოლი, ჯერ დავტოვოთ ესე როგორც არის, მერე შევიტან რომ ეს v0 ნახევარი არის და ეს უდრის, ესე იგი m პირველ v პირველს პლუს m მეორე v მეორეს. პირველ ბურთულამ დაიწყო, აბა მოდი ვნახოთ რა წერია, ესე იგი კარგად კიდევ ერთხელ ერთმა საწყის სიჩქარის გარეშე შვეულად ქვევით დაიწყო ვარდნა. ესე იგი პირველს არ აქვს სიჩქარე x ღერძის გასწვრივ და არც y ღერძის გასწვრივ. ესე იგი v პირველი სწორად დავწერეთ რომ 0-ის ტოლი არის. ეს ამოვარდება. ამიტომ ესე იგი mv იქნება m2v2. m2 არის m-ის ნახევარი, ეს m-ია საერთო მასა არის. ესე იგი mv არის m ნახევარი v2. ესენი გაიკვეცება და v ხო იყო v0 ნახევარი. შევიტანოთ, ესე იგი v0 ნახევარი
იქნება V2-ის ნახევარი. ესენი გაიკვეცება და V2 უდრის V0-ს. ამიტომ მეორე ნატეხი იგივე სიჩქარით გააგრძელებს მოძრაობას. მეცხრე ამოცანა. ჰორიზონტისადმი კუთხით გასროლილი ჭურვის ფრენის სიშორე L-ის ტოლი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაქსიმალურ სიმაღლეზე ასვლის მომენტში გასკდა ორ თანაბარ ნაწილად, რომელთაგან ერთმა საწვის სიჩქარეს გაარიშე შვეულად ქვევით დაიწყო ვარდნა. გასროლის წერტილიდან რა მანძილზე დაეცემა ჭურვის თითოეული ნაწილი. ხო, მოდით ნახოთ ეს იგი. კუთხით გასროლილი სხეული გვაქვს, ესე იგი რაღაცა ალფა კუთხით გავისროლეთ სხეული, ხო? ესე იგი ეს უნდა ესე ემოძრავა, მაგრამ აი ამ უმაღლეს წერტილში რომ მივიდა, ესე იგი აქ გასკდა ორ თანაბარ ნაწილად. ეს აქ ნიშნავს, რომ M1 უდრის M2-ს და უდრის მთელი მასის ნახევარს. ფრენის სიშორე მოცემული არის L, აი სადაც უნდა, რისი ტოლიც უნდა ყოფილიყო, ესე იგი ეს L. აი ესა. მაქსიმალურ სიმაღლეზე გას ორ თანაბარ ნაწილად, რომელთაგან ერთმა საწვის სიჩქარის გარეშე შვეულად ქვევით დაიწყო ვარდნა. ამიტომ ეს იგი პირველი ცხადია, ჩამოვარდება L ნახევარზე. რა მანძილზე დაეცემა საწყისი წერტილიდან. მოდი ჩავწეროთ ესე იგი აი გასკდომამდე რისი ტოლი იყო იმპულსი. გასკდომამდე იმპულსი ხო, გასკდომამდე იმპულსი ტოლი არის M გამრავლებული V-ზე, ესე იგი თვითონ ეს V არის V0 კოსინუს ალფა. იმიტომ რომ ამ მიმართულებით თანაბარი არის მოძრაობა V0 კოსინუს ალფა. ესე იგი MV0 მოდი ესე დავწეროთ კოსინუს ალფა უდრის, ესე იგი ახლა ეს ორ თანაბარ ნაწილად გასკდაო. ესე იგი ეს არის M ნახევარი გამრავლებული V2-ზე პლუს 0, იმიტომ რომ პირველ ნატეხს ესე იგი სიჩქარე არ გააჩნია. ხო, აქედან ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ, რომ ესე იგი ეს მასები გაიკვეცება და V2 იქნება 2-ჯერ V0 კოსინუს ალფა. ესე იგი ეს წავიდა ერთ-ერთი ნატეხი 2-ჯერ მეტი სიჩქარით წავიდა, ვიდრე ესე იგი ეს მოძრაობდა. ორჯერ მეტი სიჩქარე წავიდა. ამიტომ ესე იგი აი ამ წერტილიდან ესე იგი მისი ფრენის სიშორე S იქნება V2 გამრავლებული T ჩამოვარდნის დროზე. ეხლა ჩამოვარდნის დრო არის ასვლის დროს ტოლი არის და ასვლის დრო, ესე იგი ასვლის დროს გულისხმობ აი მაქსიმალურ სიმაღლეზე ასვლის დრო. ეს არის V0Y შეფარდებული T-სთან. ესე იგი ეგ არის V0Y შეფარდებული J-სთან უკაცრავად. ამიტომ S ტოლი იქნება 2V0 კოსინუს ალფა გამრავლებული V0Y-ზე, V0Y შეფარდებული J-სთან. ეს მანძილი გვაქვს ათვლილი აქედან. ამიტომ ეს, აი ნახეთ, V0Y შეფარდებული J-სთან. აი ეს იყო აი ამის ტოლი. აქედან გვაქვს ათვლილი და ეხლა ჩვენ რო გავიხსენოთ მთელი აი ფრენის მანძილი, აი L, სადაც უნდა თქვა რო არ მომხდარიყო ამ ჭურვის გასკდომა, ეს ხო L მანძილს გაივლიდა, ეს L იქნებოდა V0X გამრავლებული T ფრენის დროზე. V0X არის V0 კოსინუს ალფა და ფრენის დრო არის 2-ჯერ V0Y შეფარდებული J-სთან. ამიტომ ნახეთ გამოვიდა, რომ
ეს რო შევადაროთ ამას, ესე იგი ეს L გამოგვივა 2-ჯერ V0 კოსინუს ალფა V0, ну იგი დავტოვოთ ესე Y შეფარდებული J-სთან, ამიტომ გამოგვივა რომ S-ი ეს რაც ჩვენ გამოთვალეთ აი აქედან S-ი ეს ემთხვევა L-ს. მასალადმე პირველი ნამსხვრევის მიერ გავლილი მანძილი L პირველი იქნება L ნახევარი, მეორესი იქნება L ნახევარს პლუს L, ანუ 3/2 L. და მეათე ამოცანა. 200 კილოგრამი მასის უძრავ ნავზე დგას 50 კილოგრამი მასის მეთევზე. რას სიჩქარით ამოძრავდება ნავი დედამიწის მიმართ, თუ მეთევზე ნავის მიმართ მისი ბოლოსკენ 1 მეწამი სიჩქარით ამოძრავდება წყლის მხრიდან ნავზე მოქმედი წინამორბედობის ძალას, გაითვალისწინებთ. ესე იგი, მოცემულია M ნავის არის 200 კილოგრამი. ეს არის ნავის მასა. ადამიანის მასა არის 50 კილოგრამი. რა სიჩქარით ამოძრავდება ნავი დედამიწის მიმართ, თუ მეთევზე ნავის მიმართ მისი ბოლოსაკენ 1 მეწამი სიჩქარით ამოძრავდა. ესე იგი, V ადამიანისა ნავის მიმართ არის 1 მეტრი წამში. და რისი ტოლი არის ნავის სიჩქარე დედამიწის მიმართ? აი ამას გვეკითხებიან. გავიხსენოთ სიჩქარეთა შეკრების წესი. ესე იგი, V არის V' პლუს U. შევახსენებთ, რომ მარცხენა მხარეში V ეს არის სხეულის სიჩქარე უძრავი სისტემის მიმართ. ეს არის სხეულის სისტემა მოძრავი სისტემის მიმართ, ეს არის თვით მოძრავი სისტემის სიჩქარე უძრავი სისტემის მიმართ. ეხლა ჩვენ შემთხვევაში ნახეთ აქ როგორი სიტუაცია გვაქვს, ესე იგი ადამიანი, რომელიც თქვათ ესე იწყებს მოძრაობას და ნავი წამოვა აქეთ, უგანო მხარეს, ხო? მოდით ესე იგი ეს აი ჩვენ გვაქვს მოცემული ადამიანის სიჩქარე ნავის მიმართ. აი ეს არის V' გვაქვს მოცემული. ხოლო U არის თვითონ ნავის სიჩქარე დედამიწის მიმართ. დავაგეგმილოთ ესე იგი ეს აი ამ X ღერძზე მიმართოთ ამ მიმართულებით და გვექნება Vx არის V' მინუს U. ესე იგი ეს არის ადამიანის სიჩქარე ნავის მიმართ, ასე რომ ესე იგი ადამიანის სიჩქარე დედამიწის მიმართ იქნება ადამიანის სიჩქარე ნავის მიმართ მინუს U ნავის სიჩქარე. აი ესეთი ფორმულა მივიღეთ. ეხლა ჩავწეროთ იმპულსის შენახვის კანონი. თავდაპირველი იმპულსი იყო 0-ის ტოლი, მერე ადამიანს გაუჩნდა იმპულსი M ადამიანისა V ადამიანისა დედამიწის მიმართ, ხოლო ნავს გაუჩნდა იმპულსი ეს თქვათ X ღერძის საწინააღმდეგოდ არის მინუს M ნავისა U ნავისაზე. შევიტანოთ ესე იგი ამ ფორმულაში M ადამიანისა V ადამიანისა დედამიწის მიმართ უდრის M ნავისა U ნავისაზე. შევიტანოთ ესე იგი აქა და M ადამიანისა V ადამიანისა ნავის მიმართ მინუს U ნავის უდრის M ნავისა U ნავისაზე. გავხსნათ ეს ფრჩხილები M ადამიანისა V ადამიანისა დედამიწის მიმართ უდრის ეს გადავიტანოთ იქეთ მხარეს M ადამიანისა პლუს M ნავისა U ნავისაზე. აქედან U ნავისა ეს დედამიწის მიმართ არის სიჩქარე M ადამიანისა V ადამიანისა ნავის მიმართ, ესა დედამიწის მიმართ M ადამიანისა პლუს M ნავისა.